როცა საქართველოს ისტორიის გამორჩეულ ფიგურებზე ვფიქრობთ, ალბათ ერთ-ერთი პირველი ნიკო ნიკოლაძე გვახსენდება. უდავოდ გიგანტური ფიგურაა, მაგრამ დღეს ჩვენ მოგიყვებით იმ ამბავს, რომელიც ხშირად მისი სახელის ჩრდილში იმალება. ეს არის ამბავი გასაოცარ ქალებზე, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, რომლებიც აყალიბდნენ მას და მასთან ერთად მთელ ქვეყანას. კი ბატონო, ყველამ ვიცით მისი გრანდიოზიული საქმეები, ხო? ფოთი თბილისის რკინიგზა, რომელმაც ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკა შეატრიალა, მისი გაზეთები, რომლებითაც საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა, ფოთის გადაქცევა თანამედროვე ევროპულ ქალაქად. ეს ყველაფერი მისი მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნაწილია. ის რაც ყველამ ვიცით. თუმცა ჩვენი დღევანდელი თემის მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის. აი დავფიქრდეთ, ვინ იდგა ამ გიგანტური ფიგურის უკან? ვინ იყვნენ ის ქალები, რომელთა განათლებამ, ამბიციამ და შეუპოვრობამ არა მხოლოდ ნიკოს მისცა ბიძგი, არამედ პირდაპირ იქონია გავლენა ქვეყნის მომავალზე. კარგი, მოდით ჩავახმოვდეთ. აი როგორ განვიხილავთ ამ ისტორიას. ჯერ ძალიან მოკლედ შევეხებით თავად ნიკოს, კონტექსტისთვის. შემდეგ კი გადავალთ მთავარ გმირებზე, მისდებზე, მეუღლეზე და ქალიშვილებზე. ბოლოს კი ამ ყველაფერს შევაჯამებთ და ვნახავთ, რა გავლენა ჰქონდათ მათ ერთად. ესე იგი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის გარემო, საიდანაც ნიკო წამოვიდა. მისი პროგრესული იდეები ხომ ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა, არა? ისინი სწორედ იმ ოჯახურ გარემოში აღმოცენდა, რომელსაც ახლა გავიცნობთ. ახლა კი გადავიდეთ მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე. ნახოთ, როგორ აშენდა ეს ყველაფერი. ყველაფერი კი იწყება იმ ქალებით, რომლებმაც ნიკოს პირველი ინტელექტუალური გარემო შეუქმნეს. ესენი იყვნენ დედა და დები. დავიწყოთ დედით. ელისაბედ ლორდ-კიფანიძე, თავისი დროისთვის გამორჩეულად განათლებული ქალი იყო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ქალი, რომელმაც ვეფხისტყაოსანის ზეპირად იცოდა და შვილებს წერა-კითხვას პირადად ასწავლიდა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ცოდნის იმ კულტს, რომელიც ნიკოლაძეების ოჯახის სავიზიტო ბარათი გახდა. აი, შეხედეთ ამ ოჯახის მასშტაბს, 9 შვილი. და რაც ყველაზე საინტერესოა, განათლებისკენ სწრაფვა და ამბიცია, მხოლოდ ნიკოს ხვედრი არ ყოფილა, ეს იყო მთელი ოჯახის თვისება, განსაკუთრებით კი ქალების. ეს ფაქტი უბრალოდ გასაოცარია. დაფიქრდით, მე-19 საუკუნის 60-იანი წლებია. დრო, როცა ქალისთვის განათლების მიღება საქართველოშიც კი იშვიათობა იყო და ამ დროს ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები სასწავლებლად შვეიცარიაში მიდიან. ისინი ფაქტობრივად გზას უხსნიდნენ ქალების მომავალ თაობებს. და საქმე მხოლოდ განათლების მიღებაში არ იყო, არა. ისინი თავად ქმნიდნენ კულტურულ და საგანმანათლებლო კერებს. ოლიმპიადა, მაგალითად, აქტიური ჟურნალისტი და ყველასთვის საყვარელი ჯეჯილის რედაქტორი იყო. ეკატერინე და ანასტასია კი ქუთაისში ჯერ ჟურნალს აარსებენ, შემდეგ კი კერძო სკოლას, რომელმაც 10 წლეურები იარსება. ეს ციტატა კი საშუალებას გვაძლევს ანასტასიას, ანუ როგორც ოჯახში ეძახდნენ, ანიჩკას პიროვნებასაც შევეხოთ. ეს სიტყვები მის დიშვილს, რუსუდა ნიკოლაძეს ეკუთვნის, რომელზეც ცოტა ხანში კიდევ ვისაუბრებთ. ანუ ხედავთ, რომ ანიჩკა არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწე, არამედ ძალიან თბილი და მზრუნველი ადამიანიც ყოფილა. და მისი გავლენა მხოლოდ საქმეებით არ შემოიფარგლებოდა. ანასტასია ქართული ლიტერატურული სამყაროს ცენტრშიც კი იყო, როგორც ორი უდიდესი პოეტის შთაგონების წყარო. ის იყო ქალი, რომელმაც არა მხოლოდ თავად ქმნიდა, არამედ სხვებსაც შთააგონებდა, რომ შეექმნათ. ახლა კი გადავინაცვლოთ ნიკოლაძეების ოჯახის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ქალთან. ნიკოს მეორე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა, ის არ იყო უბრალოდ დიდი კაცის ცოლი. ის თავად იყო უძლიერესი ფიგურა, საკუთარი იდეალებითა და მიღწევებით. და გადამწყვეტი დეტალი აქ არის ის, რომ ოლღა იყო ხალხოსანი. კარგად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს, უნდა ვიწოდეთ, რომ ის იყო აქტიური პოლიტიკური მოძრაობის წევრი, რომელსაც რადიკალური სოციალური ცვლილებების ჯეროდა, მარტივად რომ თქვათ, ის იყო რევოლუციონერი. აი, უბრალოდ შეხედეთ მის გზას, რა შთამბეჭდავია. ჯერ ევროპული განათლება, შემდეგ რევოლუციური იდეებში აქტიური ჩართულობა, მერე სამშობლოში დაბრუნება და პედაგოგიური საქმიანობა, სადაც პროგრესულ მეთოდებს ნერგავს. ნიკოსთან მისი კავშირი კი ორი თანამოაზრის ინტელექტუალური პარტნიორობა იყო. და ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის შეფასება. ეს იყო ოფიციალური აღიარება, თანაც კავკასიის სასწავლო ოლქის მმართველის მხრიდან. ეს სიტყვები პირდაპირ ადასტურებს თუ როგორი ინოვატორი და ძლიერი პროფესიონალი იყო ოლღა გურამიშვილი. და ისტორია აქ არ მთავრდება, პირიქით. ოჯახის პროგრესული ფასეულობები მომავალ თაობას ნიკოს ქალიშვილებს გადაეცათ და მათაც საკუთარი არანაკლებ შთამბეჭდავი გზა განვლეს. თუმცა სანამ ოლღას შვილებზე გადავალთ, ერთი ძალიან მძიმე ისტორიაც უნდა ვახსენოთ. ეს არის ლოლოს ნიკოს პირველი ქალიშვილის ტრაგედია.
მისი ამბავი მტკივნეულად გვახსენებს იმ უდიდეს ზეწოლას და გამოწვევებს, რომლის წინაშეც იმ დროის ქალები იდგნენ, თუმცა ყველაზე პროგრესულ ოჯახებში. და აი აქ კარგად ჩანს, თუ რა მრავალფეროვანი და თანამედროვე გზები აირჩიეს ნიკოსა და ოლღას ქალიშვილებმა. ნინო საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა, რუსუდანი და თამარი კი მეცნიერებისა და სპორტის იმ დროისთვის სრულიად ახალ სფეროებს იპყრობდნენ. რუსუდანი ხომ საერთოდ ფენომენი იყო. უბრალოდ დაფიქრდით, ის გახდა პირველი ქალი მთელ რუსეთის იმპერიაში, რომელმაც უმაღლესი აკადემიური ჯილდო მიიღო. ის იყო წარმატებული მეცნიერი ქიმიკოსი, პროფესორი, რომელმაც თავისი სახელი დაიმკვიდრა სფეროში, სადაც მანამდე მხოლოდ კაცები ბატონობდნენ. არანაკლებ შთამბეჭდავია უმცროსი დის თამარის ისტორიაც. ის არა მხოლოდ ლეგენდარულ მეცნიერ პავლოვთან მუშაობდა, არამედ იყო ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი სპორტსმენი იმპერიაში. ანუ ერთდროულად ამსხვრევდა სტერეოტიპებს მეცნიერებაშიც და სპორტშიც. და ბოლოს, მოდით ეს ცალკეული ისტორიები ერთ დიდ სურათად შევკრათ. იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ცალკეული ბიოგრაფიები, ეს არის ერთი დიდი კოლექტიური მემკვიდრეობა, რომელმაც თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. მოდით, პირდაპირ დავსვათ კითხვა. რა შექმნეს მათ ყველამ ერთად? რა არის მათი საერთო შედეგი? ისინი იყვნენ პიონერები განათლებაში, ინსტიტუციების მშენებლები, პოლიტიკური აქტივისტები, ნოვატორები მეცნიერებასა და სპორტში. და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არ იყვნენ პასიური ფიგურები. ნიკოლაძე ქალები არ იდგნენ უბრალოდ ნიკოს უკან. ისინი მასთან ერთად, მის გვერდით, აქტიურად აშენებდნენ ახალ, თანამედროვე საქართველოს. და ეს ამბავი საბოლოოდ ერთ დიდ კითხვას გვიტოვებს. ნიკოლაძეების ოჯახი, რა თქმა უნდა, გამორჩეულია, მაგრამ რამდენად უნიკალური? რამდენი სხვა ქალის ისტორიაა ჯერ კიდევ მივიწყებული, დიდი კაცების სახელების ჭრდილში ჩაკარგული. მათი ისტორიები აღმოჩენას და მოყოლას ელოდება.